მზად ხარ კრიტიკული აზროვნების საორჯიშოების შესასრულებლად? მაშინ დავიწყოთ. ყოფილ ხარ ისეთ სიტუაციაში, რომ ძალიან გიჭირს გადაწყვეტილების მიღება და არ იცი როგორ მოიქცე. მოდი, ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი. შეგიძლიათ ჯერ ზეპირად იმსჯელოთ, შემდეგ კი მცირე ჯგუფებში წერილობით შეასრულოთ. მცირე სიტუაციებს განვიხილავთ, სულ 5 სიტუაციაა და ყველა განსხვავებულია ერთმანეთისაგან. გაიცანი გიორგი, დაკარგული ნივთის ამბავი. გიორგიმ სკოლის ეზოში სათამაშო იპოვნა. მეგობარი ეუბნება. მფლობელი არ ჩანს. თუ მოგწონს, შეგიძლია წაიღო. გიორგი დაფიქრდა. დააბრუნო სათამაშო, დაელოდოს მფლობელს თუ წამოიღოს? რა უნდა გააკეთოს გიორგიმ? მიეცი რჩევა. წარმოიდგინე, რომ მისი მეგობარი ხარ. მეორე. შემთხვევით გატეხილი ნივთი. ანა ხატავს. მას შემთხვევით მეგობრის ფანქარი გაუტყდა. თუმცა არავის დაუნახავს. ანა გულში ფიქრობს. არ თქვა არაფერი, ვერავინ გაიგებს. ცოტა ხანში კი დაფიქრდა. როგორ მოიქცეს? დაუბრუნოს გატეხილი ფანქარი, მოიბოდიშოს თუ უბრალოდ არაფერი გქواس. შენ რას მოიმოქმედებდი ანას ადგილას? თუ გინდა, რომ დასაბეჭდი რესურსი იპოვნო, აუცილებლად მოგძებნე Facebook-ზე სახელით შენი სუპერძალა მსგავსი ლოგოთი და ამ სიტუაციების დასაბეჭდ ვერსიასაც იპოვნი. მესამე. საიდუმლო. ნიკამ თავის მეგობარს საიდუმლო გაუმხილა და დააყოლა. გთხოვ, არავის უთხრა. მეგობრის აზრით კი ამ საიდუმლოს შენახვა შესაძლოა ნიკასთვის საზიანო აღმოჩნდეს. თურმე მას სკოლაში ერთი ბიჭი ფულს სთხოვს ხოლმე, მაგრამ ნიკას არ უნდა, რომ ამის შესახებ უფროსებმა იცოდნენ. ეშინია, რომ დასცინებენ. მეგობარი გაუგებრობაშია. უნდა შეინახოს საიდუმლო, რადგან ის ხომ ნიკას მეგობარია, დაელაპარაკოს მეგობარს თუ უფროსებს უთხრას. შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას? მესამე. მეოთხე ბოდიში გაუნაწილოს თუ არა. ნინო შესვენებაზე თავის საჭმელს იღებს, მაგრამ ხედავს, რომ გვერდით მჯდომ მეგობარს არაფერი აქვს. მეგობარი უყურებს მის საჭმელს, მაგრამ არაფერს ეუბნება. ნინო ფიქრობს, გაუნაწილოს თუ არა. მესაც რომ ერთი ცალი აქვს? შეკითხვა, რა უნდა გააკეთოს ნინომ? სიმართლის თქმა. დათო ხედავს, რომ მისი მეგობარი თამაშისას წესებს არღვევს. მაგალითად, მეგობრებს აჯავრებს და ფიქრობს, რომ ეს ხუმრობაა. მეგობარი ეუბნება. არავის უთხრა, ეს ხომ უბრალოდ თამაშია. დათო კი ფიქრობს, უნდა გააფრთხილოს მეგობარი, უთხრას მასწავლებელს თუ უბრალოდ არაფერი თქვას. შეკითხვა, შენ რას გააკეთებდი? აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი, დიდი მადლობა რომ ყოველთვის გვიყურებ და დაელოდე შემდეგ ვიდეოს. დროებით!